შუადღე მშვიდობისა ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. მე შორენა ჭიაურელი ვარ. მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიქნებით თქვენთან და ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თემაზე, რომლებიც ბევრ ოჯახში ჩუმად დახურულ კარს მიღმად კივილად ცხოვრობს. ეს არის სამწუხაროდ ნარკომანია და აზარტული თამაში, იგივე გემბლინგი. მე მინდა რომ ჩვენი მაყურებელი აქტიურად ჩაერთოს ჩვენს დღევანდელ გადაცემაში, რასაკვირველია თუ არის შესაძლებლობა და მზაობა თქვენის მხრიდან, გვირეკავთ 557 88 55 88 და გამოთქვათ თქვენი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. რატომ ხდება ადამიანი დამოკიდებული ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშზე, ასევე რაში ხედავთ გამოსავალს, ამ მიმართულებით მოგვიწევს დღეს ჩვენ საუბარი. შესაბამისად, თქვენი აზრით რა არის ამ პრობლემის მთავარი გამოსავალი, ამასთან ერთად რა უნდა შეიცვალოს, რომ ახალგაზრდები ამ დამოკიდებულებას გადაურჩნენ. ველოდებით მაყურებელს, რომელიც ჩამოგვერთდება კიდევ ერთხელ 557 88 55 და პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ აი ამ ორ რთულ საკითხზე, რომელიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ნარკომანია და გემბლინგი, აზარტული თამაში, ლუდომანია. პირდაპირ ეთერში მაყურებელს უსმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა, შორენა. დიახ. ჩემი აზრით მინდა რომ ვიტყვათ, აი ცელსტენ პარტია, ცელსტენ ტელევიზია. შორენა ვერ ამჩნევთ რომ ცელსტენი პენსიონერები არიან. ცოტა ადვოკატები ნაიჭებაუბრეთ, შორენა. ან მობილური გამოყენება ასწავლეთ. რომჩენებია, ფენომენოლოგიის ხმაო. ხომ საიდან მოიწან, შორენა. მადლობა. კარგით, მე სრულყოფილად ვერ მივხვდი თქვენი კითხვის არს, თუმცა პენსიონერები ახსენეთ, მე გეტყვით რომ ამ პენსიონერებს ყავთ შვილები, შვილიშვილები და ის პრობლემა, რომელზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, ნარკომანია და აზარტული თამაში, შეიძლება ითქვას სტატისტიკური მოცემულობის თანახმად უმეტეს შემთხვევაში თითქმის ყველა ოჯახში დგას სამწუხაროდ ეს რეალობა. რაში ხედავთ გამოსავალს, ასევე სახელმწიფოს მონაწილეობა და მისი როლი ამ კუთხით როგორია, შემდეგ მაყურებელს უსმენთ და შეგიძლიათ თქვენს დაიწყოთ საუბარი, გამარჯობა. გამარჯობა, ალბათომი შორენა. დიახ. ჩვენ მარტო ეს პრობლემა მე მგონი არ დაგხვდეს. რა თქმა უნდა, კი, გეთანხმებით თუმცა. ამიტომ, დიახ. ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ყველა პრობლემის აი რომ მოიხსნას და დაიწყოს ნელ-ნელა სიკეთისკენ სვლა, ეს ხელისუფლება უნდა გადავაშენოთ. ეს არის გამოსავალი. სხვა არაფერი. დანარჩენი ყველაფერი ტყუილია. კარგით, ანუ თქვენ გამოსავალს ხედავთ ხელისუფლების ცვლილებაში. მადლობა პოზიციისთვის 557 88 55 88. შემდეგ ტელემაყურებელს დაველოდოთ. დღეს ძალიან რთულ, მაგრამ აუცილებელ თემაზე ვსაუბრობთ. მე დავეთანხმები მაყურებელს, რომ რა თქმა უნდა, ნარკომანიის და ასევე აზარტული თამაშის აი ამ პრობლემის გარდა კიდევ ბევრი პრობლემაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ დამერწმუნეთ, ჯაჭვისებურადაა ეს ყველაფერი, ნარკომანია, რომელიც იწვევს ძალიან ბევრ პრობლემას, რომელიც უამრავ ოჯახშია სამწუხაროდ და ასევე აზარტული თამაში. შემდეგ მაყურებელს ვუთმობთ დროს, მოგესალმებით თქვენც, ისაუბრეთ. წარმები შორენა. დიახ. გამოსავალი სათავე არის თვითონ ხელისუფლებაში. ამ ხელისუფლებამ წაახალისა ნარკომანიის რატომ ახლა თუკი შეიძლება პლანტაციები მოაშენოს და ქალიან გასენა ყველა მიიღოს ნარკოტიკები, თავები მაინც ავგაბურებული და გავბედურებული დავდივართ პენსიონერული ხალხი. სათავე არის აგრარულ სამორჩენილ გავბედურებულ ხალხში საზოგადოებაში. ახალგაზრდები ხელჩათნეულები რომ არიან და ეს გამოსავალს ვერ ნახულობენ. ასე კი არაა მაგით. ჩვენ ვაგინებთ და გასულ მას კომუნისტურ წყობას, მაგრამ კომუნისტური წყობის დაუცველი ასეთი ოჯახი დამოსახლე არ იყო. არც თეთრი მე ინდოეთის ქალივა და სიმძლე აქვს და დავადასტურებ სადღინდა. რა თქმა უნდა, უარყოფილი მხარეები მქონდა, მაგრამ ასე გაუბედურებული ხომ არ იყო ახალგაზრდებო. ასე რაფერ შეიძლება ამის სათავე ჩემო კარგო, ჩემო შორენა შვილო არის მხოლოდ ამ მხოლოდ ცუდი ხელისუფლება. სათავე აქ არის ყველა სტრუქტურამ გაუბედურებული ხარ. 25 წლის
ბავშვებით რომ დამიკომპლექტენ თავიდან მეტად სამართლმსაჯულო პოლიტიკურად სამართლმსაჯულო სტრუქტურები რომ მინისტრებად მოგვაყარეს ეს ცხოვრება გამოუჩნდება არაკომპეტენტური ხალხი 45 წელს მერე 50-65 წლამდე უნდა იყოს სტრუქტურაში ხალხი იმისათვის რომ ეს ასაკი არის მენამ ინტელექტუალური და მისი მოზრდილობის ასაკი რომელსაც გააჩნია ღრმა არგუმენტალური საუბარი ცხოვრება გავლილია დამაჯერებელია მისი ყოველი სიტყვა და ამავე დროს მოსმენის საუკეთესო უნარი აქვს. აი ამ ფერი ხალხი გვინდა ჩვენ და უამრავი ქვეყანაში, მაგრამ რაი მე ნოტარიუსი შეგებული აქვს ვინ გაგვიღებს დიახ, დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ძარისთვის, ისევე როგორც ყველა ტელემაყურებელს, ასევე მიმართავ რადიო მსმენელს, ვინც გვისმენთ რადიო სიხშირე FM 105-სა და 1-ზე, თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, საუბრობთ საკითხზე, ნარკომანია და აზარტული თამაშები, ეს ის პრობლემებია, რომელიც სამწუხაროდ ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს და ოჯახს ეხება. ხშირად ყველაფერი ინტერესით იწყება, მაგრამ შემდეგ ადამიანი კარგავს კონტროლს, ნდობას, ურთიერთობებს და ზოგჯერ საკუთარ თავსაც. ყველაზე მძიმე კი ის არის, რომ ბევრი ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება, ზოგს ეშინია საზოგადოების, ზოგს კი მარტო დარჩენის. ფაქტია, რომ პრობლემა ნამდვილად საგანგაშოა, რას ფიქრობს ჩვენი ტელემაყურებელი, როგორ ფიქრობთ, რაში ხედავთ გამოსავალს, გისმენთ ყურადღებით. გამარჯობა. დიახ, ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. გამარჯობა. დიახ. ეს ხელისუფლება უნდა დავიდეს. უნდა მოვიდეს ზურაბ გირკი ჯაფარი და თავისი პანტრები. მაშინ გვეშველება. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ ძარისთვის. დიახ, ჩვენ საუბრობთ ამ პრობლემებზე, ნარკომანია, აზარტული თამაში, მაგრამ გამოსავალი ნამდვილად არსებობს. გამოსავალი არის დროული მხარდაჭერა, განათლება, ასევე ოჯახთან საუბარი და პროფესიონალური მიდგომა. რასაკვირველია აქ ძალზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და მისი აქტიური მონაწილეობა ამ პრობლემებთან, რომ რაღაც ფორმით იქნას დაძლეული და შესაბამისად მე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო მაყურებელს, რომ დღეს ჩვენ გადაცემაში ვეცდებით გავიგოთ, რატომ იზრდება ზოგადად ეს დამოკიდებულებები, რა შედეგები მოაქვს და ყველაზე მთავარი, რაში ხედავენ სპეციალისტები და საზოგადოება გამოსავალს. ამიტომ დღეს ჩვენ დავსვით ეს კითხვა ობიექტივის ტელემაყურებელთან, რაში ხედავთ გამოსავალს. თუ ხედავთ ვინმეს კონკრეტულ ბრალეულობას, პირდაპირ ეთერში გითმობთ დროს გამარჯობათ. გამარჯობათ, ქალბატონო. ისა რა ქვია, ეხლა თქვენი ლაპარაკობენ და ლაპარაკებია პროსტომ თქვენი აქცავრობა და სადნარკომანები. მე თვითონ მაგის რა ვიცი, ნარკომანებს უნდა მისცეთ ეს რამდენიც უნდა იმდენი უნდა მისცეთ ის წამალი და თვითონ თუ გამოსწორდება, თორე სხვანაირად მაგენი არ გამოსწორდებიან. თავრობა და ნარკომანები რა შვაში არის, პროსტომ ისე პენსიაც არ უნდა მისცენ მაშინ მაგებს, იცი? კაი ბოდიკიხტი და კარგად განდებოდი. გასაგებია, თუმცა შესაძლოა მე ჩემი პოზიცია არ უნდა აღნიშნო ახლა პირდაპირ ეთერში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველაფერია დაკავშირებული, რომ იყოს აქტიური ჩართულობა, ასე რომ ვთქვათ, აზარტული თამაშების კუთხით მაქსიმალური აკრძალვა, კონკრეტული კანონების შემოღება და ასე შემდეგ. მოდით შევთანხმდეთ რა, ნამდვილად შეუძლია სახელმწიფომ მიიღოს გარკვეული ზომები იმასთან დაკავშირებით, რომ ის სტატისტიკური მოცემულობა, რაც გვაქვს, ახალგაზრდები, რომლებიც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით განადგურებულები არიან და დამოკიდებულნი არიან აი ამ აზარტულ თამაშს რაღაც ფორმით სტატისტიკურად დაბლადაწიოს და ანალოგიურად ნარკომანიის შემთხვევაშიც იქ უკვე რა თქმა უნდა ასევე ვრცლად შეგვიძლია მიმოვიხილოთ. იმიტომ რომ იცით თქვენ ნარკომანია ასევე მარიხუანას დამოკიდებული ადამიანების პრობლემა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ფსიქოლოგიურ პრობლემაში იზრდება და ასე შემდეგ. მაყურებელი ყავს ეთერში, გამარჯობათ. გამარჯობათ. დიახ, გისმენთ ყურე. ეხლა შემოგიერთით 1-2 ზარის უკან და იმამაკაც მინდა უთხრა.
თავრობა არაფერ შუაში არ არის ნარკომანიასთან. 45 წლის სტაჟი მაქვს. სულ ვიცი, მარკეტინგის ნარკომანები, ვაკის ნარკომანები, დოლიძის ნარკომანები, რომელი ერთი ჩამოვთვალეთ, ყველა ეპოქაში ესენი იყვნენ. ოდითგანვე, როგორც პროფესიონალი გელაპარაკებით. ოდითგანვე, წინააღმდეგ ვიყავი ამათი დაჭერ. აბა, დაჭერა კი არ უნდა. ესენი იძულებით უნდა ჩასვა პროგრამაში და უმკონდალო. ეხლა არ მინდა შევეხო მე, თქვენი კოლეგები რამდენი იზდა ამაზე, რომელსაც მე დაგწნიეს. თუიდა ისი რომ ეროსილი არ ილაპარაკა ერთ-ერთი არ დავასახელებ კიდე ძალიანები მომღერლები ხო რომლებსაც დაგწნიეს ეს პროგრამა მაგრამ ოჯახი მეგობრები უნდა ჩაერიოს ყველა იძულებით უნდა დააწვინო და ხო იყო მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ მეტადონის პროგრამა ხო იძულები იგივე მიშონესხი ხო რა ვასახელებ სახელდაგვარებს ხო ხო იმკუბლალა, ხო იწვა სამი თვე, გასო, ეს სირცხვილი კი არ არის, მაინც იცი რა არის, ოჯახს გადადასაულებ, თუ ხართ დედმამა, ეს უბედურება არ უნდა გამოდგება. არ არის, მთლად მასე ქალბატონო ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ. დიახ. ეპიტროფიული აქტიები დაყურეს, მაგრამ ეხლა იწერენ მაგები ამ ნარკოტიკებს. გასაგებია, რა თქმა უნდა, ექნება სხვადასხვა გზა. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის. ეს თქვენი პოზიცია არასაკურველია, თუმცა ნამდვილად არ შეიძლება რომ დავადანაშაულოთ აქ ოჯახი, ვის მოესურვება, რომელი ოჯახის წევრს მოესურვება, რომ ის დედმამიშვილი ან მშობელი იყოს ნარკოდამოკიდებული ან ლუდომანი. იძულების წესითაც ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ის, რომ დააწვინოთ, ასე ვთქვათ, მათ აი ესეთი დამოკიდებულ ადამიანებს შემიძლია დავარქვა დაავადებული აი ამ პრობლემების და ასევე თუნდაც თქვენ აღნიშნავთ რომ აუცილებელია იძულების წესით დააწვინოთ გულისხმობთ ალბათ სამედიცინო დაწესებულებას გულისხმობთ ფსიქიატრიულ დაწესებულებას ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზეც რომ საქართველოში სამწუხაროდ ის შენობა და სარეაბილიტაციო შენობაზე მაქვს საუბარი არის იმდენად მინიმალური ფაქტობრივად შეიძლება ჩავთვალოთ რომ არ არსებობს. ანუ საქართველოში არა ყავს რადიკალურად განსხვავებული მასა აი ამ პრობლემების და პრობლემებზე დამოკიდებული და ფაქტობრივად არ არსებული სარეაბილიტაციო ცენტრები. შემდეგ მაყურებელს უსმენთ. კვლავ გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს არის კომპლექსური საკითხი, აქ დამნაშავეა როგორც ხელისუფლება, ასევე ოჯახები, სადაც იზრდებიან ახალგაზრდები, იმიტომ რომ ბევრი წასულია საქართველოსთან მშობლები და მიტოვებულები არიან ახალგაზრდები და ძალიან ბევრი საკითხია ეს ერთი ახლა რომ აიძამაიც ხელისუფლებაა დამნაშავე რომ ესენი ნარკომანები არიან და თამაშებით არიან თამაშებში არიან ჩართულები ახლა ესე ვერ ვიტყვით გადაჭრით კი რა თქმა უნდა დიახ არის ლოგიკა ეს კომპლექსური საკითხი დიახ და მეორე ერთი რაღაცა მათქმევინეთ რა გუშინ ვერ დავრეკე ბრძანეთ დიახ და მიმართოთ ბატონ თარხან მოურავს გუშინ საუბრობ და ვერ დავრეკე მთელი დღე რომ და მინდა უთხრა საქართველოში არანაირი ოსეთი არ არსებობს ისტორიულად არანაირი ოსეთი არ არსებობს და გამსახურდია როდესაც უზენაესმა საბჭომ გააუქმა ის სამხრეთ ოსეთის ავტორი იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება როცა სააკაშვილმა აღადგინა ეს იყო გარეთ ძალების ტნული გადაწყვეტილება რაც გამოიყო და მე რაც მოხდა და პროვოკაცია იყო თუ რაც იყო ხა გუში ხსნა ამის შესახებ და საერთოდ არ მოინტერესებს სააკაშვილმა რაზე მოაწერა ხელი მით უმეტეს ჩიორათაქთაშიშუბა რაზე მოაწერა ხელი საქართველოში ოსეთი არ არსებობს ეს არის შიდა ქართლი კონკრეტულად ის ნაწილი არის საბაჩაბლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ასეთ დაუძახოს უკეთესი იქნება არის საქართველო და ოკუპირებულია ეს ტერიტორიები რუსეთის მიერ და რუსეთს არ დაუტოვებია საქართველო და არის საქართველოში და იმყოფება კავკასიაში განლაგებულია თავისი სამხედრო ბაზები. დიახ, კარგი, დიდი მადლობა თქვენ ქალბატონო ზარისთვის. შეგიძლიათ ასევე გქონდეთ დისკუსია ბატონი დავითთან, როდესაც პირდაპირ იქნება ეთერში, თუ გნებავთ ამ თემასთან მიმართებით, თუ გნება სხვა საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობა. მაყურებელს შევახსენებ, რომ
ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია, თავისუფალი ეთერი, საუბრობთ ნარკომანია და ასევე აზარტული თამაში, ის პრობლემა, რომელიც თითქმის ყოველდღიური სტრესია ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც ჩუმად ანგრევს ადამიანის ცხოვრებას, ნარკომანიასა და აზარტულ თამაშებზე. ეს თემა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს ნამდვილად არ ეხება, ეს არის ტკივილი, რომელიც ოჯახებში შედის, ანადგურებს ურთიერთობებს, მომავალს და ხშირად ადამიანის რწმენას საკუთარი თავის მიმართ და სამწუხაროდ არაერთი ფაქტი მოგვისმენია, მაგალითად სუიციდთან დაკავშირებით უამრავი აღებული ვალდებულება, ეს იქნება საბანკო თუ კერძო პირების მხრიდან და როდესაც შემდგომ აზარტულ თამაშზე დამოკიდებული იქნება თუ ნარკო დამოკიდებული, რომ არ იციან რა ქნან, ეს იცით თქვენც რა თქმა უნდა, სამწუხაროდ გამოსავალს ხედავენ სუიციდში და ამიტომაც ვამბობთ, რომ ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი და ურთულესი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში. ყველაფერი თითქოს მარტივად იწყება ცნობის მოყარეობით, გართობით, ასევე ფულის სურვილით, მაგრამ დამოკიდებულებას ზღვარი არ აქვს. ის სამწუხაროდ ნელ-ნელა ართმევს ადამიანს თავისუფლებას. რაში ხედავთ გამოსავალს? ყველაზე მნიშვნელოვანი არის კითხვა, როგორ დავიცვათ ახალგაზრდები, რა შეუძლია ოჯახს, რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო და რატომ გვიჭირს ამ პრობლემაზე ღიად საუბარი. მაყურებელი ხაზია, გამარჯობათ. გამარჯობა. დიახ, გისმენთ. რაც ივანიშვილმა ბატონი ბიზინამ გამოაცხადა მარუხანა თუ რამფია ჯანაბაკვიანას გამოაცხადა პირდაპირ ტელევიზორში ეს დიდი შემოსავალს მოხსენსო მის შემდეგ ლეგალიზებას გულისხმობთ. არცეტ ერთ-ერთი ოჯახში დათესილი სინდი აი სწორედ იმ წელიწადს და მეორე წელიწადს და მესამე წელიწადს ითესებოდა ყველას გაუკვირდა, მაგრამ თურმე ამ სინიდში გამოთესილი ყოფილა მარიხუანა. გაიგე, რაშია დამნაშავეებს თავრობა? ახლა მეორე თან მოურავსო ის რა ქვია სამხრეთ ოსეთია ლაბარაკი. სამხრეთ ოსეთია არ იყო კომუნისტებამდე. კომუნისტების დროს შეიქმნა და სახელი ქვია სამხრეთ ოსეთი. აბა რა დაარქვათ ახლა? კარგით, გასაგებია, ძალიან გთხოვთ მე მინდა მაყურებელს მივმართო, რომ თემატურად გავამახვილოთ ყურადღება, გასაგებია მნიშვნელოვანია ეს საკითხი, რაზეც თქვენ და ასევე წინა მაყურებელმა გაამახვილეთ ყურადღება, მე დაგითმეთ დრო. ცხადია, თუმცა გთხოვთ, არ დავარღვიოთ დღევანდელი გადაცემის თემის ფორმატი და შესაბამისად გავამახვილოთ ყურადღება იმ პრობლემაზე, რომელიც უკავშირდება ნარკომანიას და აზარტულ თამაშს. სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში სულ უფრო მწვავე ხდება ეს პრობლემები, რაზეც ახლა ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას და ასევე დამოკიდებულება არ ანგრევს მხოლოდ ერთ ადამიანს, ამაზეც ვისაუბრეთ, ის ანგრევს ოჯახს, ურთიერთობებს, მათ შორის მომავალს და ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, მაგრამ ხშირად ერთი ნაბიჯი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანი მძიმე დამოკიდებულების მსხვერპლი გახდეს. რატომ იზრდება ეს პრობლემა ახალგაზრდებში? რა როლი აქვს ასევე ოჯახს და გარემოს და ამასთან ერთად არის თუ არა საკმარისი პრევენცია სახელმწიფოს მხრიდან და ყველაზე მთავარი რაში ხედავენ გამოსავალ სპეციალისტები და როგორია პოზიცია მაყურებლის მხრიდან. 557 88 95 88 შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და თქვენც ისაუბროთ საკითხზე პირდაპირ ეთერში მაყურებელია. გამარჯობათ. დაუწიეთ ტელევიზორს პირველ რიგში გისმენთ ყურადღებით. მოგესალმებით, გამარჯობა. პირდაპირ ეთერში გისმენთ, თუ შეიძლება არ დააყოვნოთ, დაიწყეთ საუბარი, სამწუხაროდ დავიმშვიდობეთ მაყურებელს, არ ჩაერთო ის დროულად, ამიტომ შეგიძლიათ დაგვირეკოთ თავიდან. ჩვენი საკონტაქტო იცით, ვინც ტელევიზიით გვადევნეთ თვალს, მათ შორის მონიტორზეც არის აღნიშნული 557 88 55 88.
ყველაფერი სამწუხაროდ ხშირად ერთი ცდით იწყება, ინტერესით, ემოციით, სწრაფი მოგების სურვილით, მაგრამ დამოკიდებულება ადამიანს ნელ-ნელა ართმევს არჩევანის თავისუფლებას და სად არის ამ დროს სახელმწიფო? სხვათა შორის ერთ-ერთმა მაყურებელმა ერთ-ერთ მთავარ ბრალდეულად, ასე ვთქვათ, ოჯახის წევრები, ანუ ოჯახი აღნიშნა, რასაც მე სამწუხაროდ არ ვითანხმები, თუმცა როგორია მაყურებლის აზრი, პირდაპირ ეთერში გვყავს მსმენელი, გამარჯობათ. გამარჯობა. მოგესალმებით. დიახ. რა თქმა უნდა, თავი დამნაშავე არასოდეს არაეროვნული ხელისუფლება, რომელიც საქმე და მოქმედება ყოველნაირად ეწყობა ქვეყანას. ქართველებს სამშობლოში რამით გვაქვს ჩვენი მიწაწოლი. აი ეს თავი. რა თქმა უნდა, ახლა სული პრობლემა ვიქულეს ყველა ეპოქაში, ყველა ფორუმის დროს იყო ნარკომანია. მაგრამ ეს განსაკუთრებით ყავს ნარკომანია. ჩვენი შედარებით სასულიერი გადაშენების გზადევა დემოგრაფიული კატასტროფა გვიდგას. თუ იბადება ერთი, ხდება 6 თვით. აი ბოლო სტადია უკვე ვინც კარგად ადევნებს. კარგად იქნება ხდება. დიდი მადლობა ბატონ თქვენ ძალისთვის ნახვამდის. შევახსენებ მაყურებელს, რომ დღეს ინტერაქტივში ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ყოველდღიურად სულ უფრო მძიმე და საშიში ხდება. ეს არის ნარკომანია და აზარტული თამაშები. დამოკიდებულება არ იწყება ტრაგედიით, ის იწყება ერთი ცდით, ერთი შეცდომით, ერთი სურვილით და შემდეგ ნელ-ნელა ანადგურებს ადამიანს. რაში ხედავთ გამოსავალს, სწორედ ეს საკითხია დღეს, რასაც მიმოვიხილავთ ინტერაქტიულ გამოკითხვაში. მოგესალმებით, შეგიძლიათ ისაუბროთ თქვენც. გამარჯობა. გამარჯობა თქვენაცოლე. დიახ. ეს ყველაფერი ახალგაზრდების ძალი არ არის. ეს არის ერთი და მთავრობის ძალი. ეს არ არის მისავლების ბრალი. იმიტომ რომ სამშობლო ახალგაზრდებს არა. აკიკი ძილში არ იდეს. აკი უცხოელები დადიან. ეს რესტორნები, ეს კაფეები, ეს გულობა, ეს ისა ჩვენი ახალგაზრდა დაჩაგვრად იღებს თავის თავს. ჯერ ჩვენი მე თავივასმოდაკი წელი დღეს მესამე წელს სოციალური არჩევანი და ჭიროდი და ბღალოჯი გზაში. ხუთი თვე დაუმარხე, აკეთ მეუღლე, ერთ დღეში ვარ, ვალებში ვარ. როქერი ცხოვრობდა, რომ გამოვიცვალე მისამართი, მაგის გულისთვის აგერ იმანიტეს ქულა, მაგრამ რა გინდა მესამე წელს ვერ ვიღებ. მომაწყვეტი, მივედი, ამ ჩვენს მივიღებ იომიხრეს. ასეთი ცხოვრებაა. ჯერ ახლა მისე მდგომარეობაში ვარ, მოვიცოთ ეს თამაში რა არის. უკვე მეწავალ ამ მდგომარეობაში იქნება, თორე ახალგაზრდა ვასიზან. საწყალი ბავშვები, საწყალი ჩინები. ესენი ვინ არიან? ამათი ძინები სამშეა. მადლობა ქალბატონო თქვენც. ასევე ზარისთვის სოციალური დახმარების საკითხი წამოჭერით ჩვენ ვისაუბრით ასევე ამ საკითხზეც და ანუ ახალი რეგულაციით ასე რომ ვთქვათ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ სოციალური დახმარების მიმღები პირები ვინც არის უშუალოდ რეგისტრირებული აბსოლუტურად ყველა უნდა გადაიხედოს და შესაბამისად ისე მოხდება ამ ადამიანებისთვის კვლავ სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან, როგორც ვარაუდობენ, არის ძალიან ბევრი ოჯახი ისეთი, რომელსაც რეალურად არ სჭირდება სოციალური დახმარება და ის მაინც იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას და ასე შემდეგ. თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში როგორ არის ალბათ იმ მსჯელებენ და იმედია ეს საკითხი მოგიწესრიგდება. ჯანმრთელობას გისურვებთ, რა თქმა უნდა. მაყურებელი ხაზზე გველოდება, გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. მოდიში შორენას ელაპარაკებთ ლიზის. შორენა გახლავართ ეთერში, ისაუბრეთ, დიახ. საკითხი რა ქონდათ? საუბრობთ ნარკომანიაზე და აზარტულ თამაშზე, რაში ხედავთ გამოსავალს? შეგიძლიათ ისაუბროთ. იზახით რომ ნარკომანიაზე და დრო იყო რამდენიმე წლის წინ რომ პლანის ლეგალიზაცია გააკეთეს
ლეგალიზაცია უნდა გაეკეთო ეს ხალხი ჯერ დაცხეს ამ პლანზე მე ვისაც აღარ შეუძლია ზოგმა უკვე სამალზე გადავიდა ეხლა იჭერენ წელიან ამ ხალხს ვერ გავიგე რა უნდა ამთავრებო ერთი გამატებინონე გაუბედურდა თელი ახალგაზრდობა ასეთი საპატრულოსიც არ გამოდის და დღევანდელ დღეს ბოლოს ადია და ეთქვათ არანეს არეულევიან იმას რომ ბავშვები იყოცებიან მანქანაში ავარიაში ხოვენ ბოლოს რას აკეთებენ მართლა ვერ გავიგე კატრეთის შეცვლილად არიან და ნახვამდის მადლობა თქვენ ზარისთვის დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავინახოთ არა მხოლოდ შედეგი არამედ მიზეზი რეალურად რატომ იწყება ეს ანუ ის პრობლემა რასაც ქვია ნარკო დამოკიდებულება რა აკლია ახალგაზრდას რომ ასეთ რისკს იღებს და სად ვკარგავთ პირველ სიგნალებს ოჯახში სკოლაში თუ საზოგადოებაში თქვენი აზრით სახელმწიფოს როლს სად ხედავთ რა ღონისძიება უნდა იქნას გატარებული ასევე სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის რომ ის საკითხები რაც ყოველდღიურად მტკივნეულია ჩვენთვის ქვეყანაში იქნას აღმოფხრილი ალბათ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ ვინაიდან სტატისტიკურად რეკორდულია ასე ვთქვათ ეს პრობლემა ორივე ნაწილში რა ფორმით შეიძლება რომ შემცირდეს საგრძნობლად მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობა მე ასე ვიტყოდი შეკითხვაზე გავცემდი პასუხი რა აკლია ამ ახალგაზრდობას აკლია ყველაფერი რა სასწორად მნიშვნელოვანია ყველა ცოცხალი ორგანიზმზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე რა აკლია ყველაფერი რაც ხდება ქვეყანაში უსიამოვნება უბედურება საცოდაობა ყველაფერი ეკონომიკური სოციალური თემატიკიდან გამომდინარეა უპირველეს ყოვლისა მართალია ნოლამდე ვერ დიყვანთ ჩვენ ამ მოძნეობას რაც უნდა კარგად ცხოვრობდეს ადამიანები მაგრამ 100%-დან 10%-მდე უნდა იყვანოთ მაინც ხომ გვეშველება რაღაცა ეს ძალიან უსინთისობა რასაც ეს ხალხი აი ხალხი უკვე ნერვიულად დაცემულია პირუსალის დამგაცებული ბალახი და წყალი თუ გექნება აი საქონელში რა მე წასახდენი იქობამდევაც მისული ხორი ღრუჩუ საგურეში მორას ვერდუდო ხორ ოღო დაჭამ უნდა მისი ჯოი რომ მოიგრიალებს გამოწეს საგურეს ბას მე ასე ვაფასებ ამ საქმეს კარგით 557-88-55-88 მაყურებელს შევახსენოთ და ასევე რადიო მსმენელს რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია საუბრობთ ნარკომანია და ლუდომანია რაში ხედავთ გამოსავალს სახელმწიფოს როლს რამდენად მნიშვნელოვანია მის ჩართულობა ამ პროცესში იმისთვის რომ ეს პრობლემა იქნას გარკვეულწილად დაძლეული მაყურებელი დიახ შემოგვერთდა და ვუთმობთ დროს რასაკვირველია გამარჯობათ გამარჯობა დიახ ნარკომანია ახალგაზრდებს არ აქვს სამუშაო არ აქვს არაფერი ესენი რომ დასაქმებული იყვნენ და შრომაში ჩაფულები მე მგონია რომ ნარკომანები აღარ გვეყოლებოდა ყველაფერმა განემოებამ გააუბედურა ეს ახალგაზრდობა გამოიყვანა წობიდან ან არიან ბირჟაზე დამდგრები ვოჩები ერთი ბეტარ ამეზე დანიცა და იმით არ ზოგავენ ხარ დიახ კარგით მადლობა თქვენ ზარისთვის დიახ თქვენ აღნიშნეთ რომ არ აქვთ სამუშაო ანუ არ არიან დასაქმებულნი და შესაბამისად ეს იწვევს აი ამ დამოკიდებულებას თუმცა არაერთი შეძლებულიც არის სამწუხაროდ რომელიც დაავადებულია ამ პრობლემით და ასე ვთქვათ ძალიან უსიამოვნო მოცემულობაშია მაყურებელი შემოვიყვანოთ ასევე თუ შეიძლება გამარჯობათ გამარჯობა ისაუბრეთ ქალბატონო შორენა დიახ ალო ისაუბრეთ დაიწყეთ საუბარი ქალბატონო შემოდის დიახ თქვენი ხმა და დაიწყეთ საუბარი მოგესალმეთ გამოსავალს რაში ვხედავთ ხო ვამბობთ საერთოდ რაში ვხედავთ გამოსავალს და იმაში ვხედავთ რომ მთელი ახალგაზრდები არიან დაუსაქმებელი სამსახურებიდან არ მიდიან ეს ასაკიანი ადამიანები რომელიც არიან
და შემდეგ ესენი არიან დაუსაქმებელი, პენსიას იღებს, ხელფასს იღებს. და ესენი ვერაფერს ვერ იღებენ და ჯერან აკეთებენ ასეთ სიჯვახეს, რომელსაც სიჯვახე ქვია. და ეს არ არის სწორი. არაფერს არ შეიძლება ესეთი რაღაცა. თავრობა, ჩვენ თავრობა არ გვყავს საერთოდ. რა თავრობა არის? არაფერი არ აინტერესებს ჩვენთვის. დიახ. კარგით, დაგემშვიდობებით, გავიგეთ თქვენი აზრი 557 88 55 88. საუბრობთ საკითხზე, რომელიც ხშირად ჩუმად იწყება და ხმაურიან ტრაგედიად სრულდება. ეს არ არის მხოლოდ დამოკიდებულება, ეს არის პროცესი, რომელიც ნელა-ნელა კარგავს საკუთარ არჩევანს და მის ადგილს იკავებს ჩვევა, რომელიც სამწუხაროდ მას აკონტროლებს და სწორედ ამიტომ ჩნდება მოსაზრება დამოკიდებულება, ის იქნება ნარკოდამოკიდებული თუ აზარტულ თამაშზე დამოკიდებული პირი. რაც შეეხება სტატისტიკური მონაცემები ვახსენეთ ჩვენ, მაგალითად სქესის მიხედვით გოგონების ნაწილში და ბიჭების ნაწილში შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის რეალობაა ჩვენს ქვეყანაში, რომ შესაძლოა უტოლდებოდეს კიდეც აი ეს სტატისტიკური ციფრები ჩვენს ქვეყანაში. მაყურებელი შემოგვერთდა ასევე ისე. გამარჯობათ. გამარჯობა. გისმენთ. პირველ რიგში ძალიან კარგია რომ ამ თემაზე საუბრობთ და თქვენი ეთერი ამას ეცნობა. ჩემს გეტყვით, ფიქრობ რომ აკრძალვა ამ ყველაფრის არ არის გამოსავალი, იმიტომ რომ პრობლემის სრულად აღმოფხვრა შეუძლებელი არის და утопия არის ამაზე საუბარი, საერთოდ ნარკომომხმარებლები და გემბლერები აღარ იარსებებენ, ანუ ადამიანებს არ გაუჩნდებათ ამ ყოველთვის დამოკიდებულება. მე პირადად, რა მიზეზებიც იყო გაშტერებული, რომ დაუსაქმებლები არიან ჩვენი ახალგაზრდები, ამას ვეცახმები, მე ახალგაზრდა ვარ, 27 წლის ვარ, მაგრამ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი როგორც თქვა, გამოსავალს ვიტყოდი, რომ პირველი ასაკიდან ამ სკოლის ასაკიდან სახელმწიფო უფრო ნათლად უნდა ხსნიდეს სკოლებში იმ რისკებს, რაც ასწავლს თქვა ნარკომომხმარებას ან იგივე თამაშს და ალკოჰოლ დამოკიდებულებას. ის რომ მაგალითად მე 9 კლასის ბიოლოგიის წიგნში მითითებული არის, რომ აი ამას აზიანებს, რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო სიღრმისეული ინფორმაცია უნდა გქონდეს ბავშვობის ასაკიდანვე ჩვენს მოზარდებს და მოქალაქეებს, თუ რა შეიძლება მოყვეს რომ ყველაფერს. და პლუს მაგას ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მეტად უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი იყოს დამკვიდრებული პატარა ასაკიდან. იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ რაც უფრო პატარა ასაკიდან შეეჩვევა ბავშვი ჯანსაღ ცხოვრებას, მის ნაკლები პრობლემა იქნება დამოკიდებულებების მიმართ, თუნდაც იგივე ჭარბიწვარის მიმართ, იმიტომ რომ ესეც არანაკლები დამოკიდებულება არის საკუთრული. დიახ, იცით რა არის, თუ შეიძლება რომ დარჩეთ ხაზზე, მე მექნება თქვენთან ასეთი შეკითხვა, ძალიან საინტერესოდ ჩამოაყალიბეთ პოზიცია, ფაქტობრივად ორივე პრობლემასთან დაკავშირებით. რეალურად ძალიან საინტერესო გამოსავალზე ისაუბრეთ, თუმცა პრაქტიკაში რამდენად რეალურადაა შესაძლებელი, რომ აი ეს განახორციელოს მაგალითად სახელმწიფომ. ნახეთ, შესაძლოა მეც გავამახვილ ყურადღება ისე როგორც თქვენ, ასევე სხვა მაყურებელ, მაგრამ რეალობაზე რომ გავაკეთოთ აქცენტი, რეალურად არის შესაძლებელი კი, რომ აღმოიფხვრას ეს პრობლემები. აღმოფხვრას სრულად ალბათ არ მოხდება სამწუხაროდ, იმიტომ რომ ესეთი პრეცედენტი ალბათ არცერთ ქვეყანაში, არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს, რომ ნარკომანია სრულად იყოს აღმოფხველი, თუმცა იგივე რეკლამების შემცირება, იმიტომ რომ ყველა საიტზე არ უნდა შეგრძანდეთ ფილმის საიტია ნებისმიერი სხვა, ყველგან ნებისმიერ საიტზე ხდება ესა თუ ის რეკლამა. ქალაქში ცენტრალურ გამზირებზე არის უშველებელი ბილბორდები, სადაც გამოსახულია ეს ყველაფერი, მას ძალიან კარგად იციან ადამიანების ფსიქოლოგია და მით უმეტეს ისეთი ადამიანები, ვინც თქვათ არ არის დაკავებული ცხოვრებაში და სამწუხაროდ უმუშევრობა ჩვენთან საკმაოდ დიდი პრობლემაა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეს არის და სკოლას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ თუ მოხდება პატარა ასაკიდანვე ბავშვების სწორად ინფორმირება, თუ რაოდენ საფრთხეა ეს ყველაფერი, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისთვის, ისე მენტალური ჯანმრთელობისთვის და სადამდე შეიძლება ადამიანი მივიდეს,
ვერ ვიტყვი რომ ეს პრობლემა სულად აღმოიფხვრება, მაგრამ რაოდენობა დამოკიდებული ადამიანების რა შემცირდება. ფიქრობ, რომ შემცირდება. დიახ, დიდი მადლობა თქვენ ასეთი საინტერესო პოზიციისთვის. დაგემშვიდობებით, ველით მომავალშიც თქვენს გამოხმაურებას სხვადასხვა თემებში, რა თქმა უნდა. 557-88-95-98 მორიგ მსმენელს შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, რა როლს თამაშობს გარემო და ასევე ემოციური მდგომარეობა, როგორია თქვენი პოზიცია, ვინ არის ყველაზე მეტად პასუხისმგებელი ადამიანი, ოჯახი თუ საზოგადოება, ადამიანში უშუალოდ მოვიაზრებ იმ პირს, რომელიც დამოკიდებულია და ყველაზე მთავარი შესაძლებელია თუ არა რეალური გრძელვადიანი გამოსავალი. ჩვენი საკონტაქტო იცით, ასე რომ დაველოდოთ მსმენელს, სამწუხაროა რომ დღეს გვიწევს საუბარი საკითხზე, რომელიც თითქმის ყველა ოჯახს აწუხებს ჩვენს ქვეყანაში და არის ეს ის პრობლემა, რომელიც იწყება ჩუმად, იწყება ცდით და შემდეგ სამწუხაროდ სავალალოდ ესე ჭაობში ჩათრეულ მდგომარეობაში რჩება ადამიანი, რომელიც დაზარალებულია და დაზიანებულია ან ფინანსური თვალსაზრისით და ეს რა თქმა უნდა ასია, ან ფსიქოლოგიური პრობლემით და კიდევ უარესი სუიციდის მსხვერპლი. რაში ხედავთ გამოსავალს და გთხოვთ სახელმწიფოს ფაქტორიც მოვიშველიოთ თქვენს ანალიზში, პირდაპირ ეთერში უსმენთ მსმენელს, გამარჯობათ. გამარჯობათ შორენა. დიახ. ძალიან დიდი მადლობა რომ ეთერში გამიშვით, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვერანაირად ვერ გამოვდიოდი, რეკავდი, მაგრამ ითიშებოდა. მეთიშებოდა ტელეფონი. მადლობა ამისთვის, რომ ახლა შემომიშვით როგორც იქნა. იცით რაშია საქმე? მე ვფიქრობ, რომ კომუნისტების დროსაც ძალიან ბევრი ნარკომანი იყო. მაშინ სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ სარცე იყო ნარკომანებით საერთოდ მთელი ქალაქი და საქართველო და რა ვიცი. და დაძებდნენ ნარკომანებს იჭერდნენ, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ნარკომანი იყო და მაშინ დაუსაქმებლები ნამდვილად არ იყვნენ ახალგაზრდები, ის ვინც არ მუშაობდა, სწორედ იმას იჭერდნენ. მაგრამ ძალიან ბევრი ნარკომანი იყო. ასე რომ მარტო იმისი თქმა, რომ ეხლა მაინცა და მაინც ხელისუფლება ამას ვერავინ ვერ შველის ამ ნარკომანიას, ვერც ამერიკაში და ვერც ევროპის ქვეყნებში და მით უმეტეს ევროპის ქვეყნებში მე ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რამე თუ მათთან მაქვს ურთიერთობა, აი გერმანიაში მაგალითად წავიდნენ და ძალიან ბევრი არ ჩამოვიდა, იმიტომ რომ ნარკოტიკებს შეუვლობდნენ ძალიან იაფად და აქ ნარკომანებს იჭერენ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა დარჩა გერმანიაში იმის გამო, რომ კაპიკებში იყიდება კარგი ხარისხის ნარკოტიკები და ევროპის ქვეყანაში. და მშობლები კიდე რომლებიც მიდიან ევროპაში და შვილები მიტოვებული ხართ. მე ორი ძმა მყავს, მაგრამ არცეთი ნარკომანი არ გამოსულა. მახსოვს დედა სულ გასდევდა და კითხულობდა, ვისაც მეგობრობენ, სად მეგობრობენ, სად არიან. სკოლაში ყოველთვის მიდიოდა და ყოველთვის კითხულობდა ჩემი ძმების მდგომარეობას და ძალიან უკან ძებდა, ეშინოდა რომ სულ გზაზე არ დამდგარიყვნენ და ამიტომ არცეთი გამოვიდა ქურდი და არც ნარკომანი, მაგრამ მარტო ოჯახიც ამას ვერ გაართმევს თავს. ძალიან კარგად ვიცით, რომ ძალიან კარგ ოჯახებში იყვნენ ნარკომანები. ასე რომ მარტო ხელისუფლების დადანაშაულებაც არ შეიძლება. ძალიან თხოვთ, იმედია ამას თუ ვიტყვი, ტელეფონს არ დამიბლოკავთ. თუ ეხლა თქვენ ტელეფონებს ბლოკავთ და მე დაბლოკილი მქონდა ძალიან დიდხანს ტელეფონი, იმიტომ რომ მე ცოტა სხვანაირ აზრებს გამოვთქვა. მაშინ ეს უკვე დემოკრატია არაა და ხელისუფლებაში რომ მოხვალ, მე თქვენ მხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ ეხლა განაწყენებული ვარ. მაშინ უფრო მეტად არ დაბლოკავ ტელეფონებს, ეხლა თუ იქნებ იყოთ ხაზე, ქალბატონ, იქნებ დარჩეთ თქვენ ხაზე. პირველ რიგში გიპასუხებთ, რომ არავინ არ ბლოკავს, არც ზარც, იმიტომ რომ თავისუფალი ეთერია და სასიამოვნოა და სასურველი და მისაღებია განსხვავებული აზრის მოსმენა და მეთანხმებით და ასევე მე თქვენ ხმით გცნობთ და ყოველთვის მოხარული ვარ პირადად ჩემს გადაცემაში, როდესაც იღებთ მონაწილეობას. გულწრფელი ვარ დამერწმუნეთ. და რაც შეეხება კიდევ ერთხელ აღვნიშნავ დაბლოკვას, დარწმუნებული იყავით, რომ ნამდვილად თავისუფლად შეგიძლიათ შემოხვდეთ, ალბათ რაიმე ტექნიკური ხარვეზი იყო და ამიტომ ვერ ახერხებდით ჩვენთან ღია ეთერში დაკავშირებას. მადლობა კიდევ ერთხელ.
გადაცემის დასრულებამდე გვრჩება დაახლოებით 10 წუთი. შევახსენებ იმ მაყურებელს, ვისაც სურვილი გაქვთ, რომ შემოგვერთდეთ, დაგვირეკეთ 557-88-88. მივიღებ აბსოლუტურად ნებისმიერ პოზიციას მაყურებლის მხრიდან. კიდევ ერთხელ შევახსენებ იმ მსმენელს, ვინც ახლა შემოგვერთდა, რომ დღეს ვსაუბრობთ თემაზე, რომელიც ბევრისთვის უხილავია, მანამდე სანამ სამწუხაროდ საკუთარ ოჯახში არ შეაბიჯებს. ნარკომანია და აზარტული თამაში. ეს არ არის უბრალოდ ცუდი ჩვევა, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ნელ-ნელად ცვლის ადამიანს და მის ყოველდღიურობას მთლიანად სხვა რეალობაში გადაყავს და ხშირად გარშემომყოფები მხოლოდ შედეგს ხედავენ დაკარგულ ფულს, ასევე შეცვლილ ქცევას, გაფუჭებულ ურთიერთობებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა მაინც მიზეზია, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი და მინდა კიდევ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ნუ დავაბრალებთო ამ ყველაფერსო რასაკვირველია, აქ ჩვენ არ ვართ ახლა სასამართლოში, რომ ვინმეს რამე დავაბრალოთ, ჩვენ ვცდილობთ, რომ უბრალოდ პრობლემაზე ხმამაღლა ვისაუბროთ, გამოსავალზე ვიმსჯელოთ და ვისი ბრალეულობაც შეიძლება იყოს ან კონკრეტულად სახელმწიფოს მხრიდან თუ შეუძლია, როგორც გოგონამ აღნიშნა, რომ იქნას ამ საკითხებზე აქტიური მუშაობა, რომ ფაქტობრივად ის რომ აიკრძალოს ან შეიზღუდონ ეს ადამიანები შეიძლება ითქვას გამორიცხულია, მაგრამ სტატისტიკური კუთხით მიზერული რომ გახდეს ეს ციფრები, ამაზეა საუბარი. მაყურებელს უსმენთ, კვლავ გამარჯობათ. Sorena, გამარჯობა, გენასალ. დიდი ხნის შემდეგ მოგესალმები, ჩემო საყვარელო. მეც მოგესალმებით. აღარ მაპირები, მაგრამ მე კიდე შემოვედი რამდენჯერმე შენთან არა, გენასალ. ეხლა ჩემო Sorena, ისეთი პრობლემური საკითხია ეგ რომ არ შეიძლება ამას ადამიანმა არ გაცეს ისეთი პასუხი, რომელსაც იმსახურებს ეს ვითარება. რამდენიმე წლის განმავლობაში, სულ რამდენიმე წლის განმავლობაში, ცოტა ხო არ არის გენაცვალე 35, 31, 40 და იქამდე კიდე ინგრეოდა ჩვენი საბჭოთა ხელისუფლების დროს მიღებული კანონები, ხო? და აი აგენტურამ ეს შეცვალა და აი ესეთი ყოფა უნდა გენაცვალე იმ ტროცკისტებს, რომელსაც იძახია რომ ყველა დასაჯეს, რატო დასაჯეს? დასაჯეს კი არა, აი ეს უნდათ რაც მოხდა ჩვენთან. აი ეს უნდა თავისუფალი ცხოვრება, რაც უნდა ეკეთებინათ თვითონ თავის ნებაზე, ესე არ არის გენაცვალე. თეი ცხოვრება ადამიანები ფიქრობდნენ რომ კაი ცხოვრება ქონიყოს, ყველა ყოფილიყო თანასწორი. ქრისტე თვალით არ არის უნახავს, შვილო. არის უნახავს, მაგრამ იმისი დოგმები, იმისი კანონები, რაც კი მან შედის ადამიანისათვის მისაღებია, იმდენად მისაღებია, რომ ნატრად იყო გადაქცეული და აი ეს უტოპისტები ყველა ამბობდა, რომ როგორ შეექმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც იქნებოდა ბედნიერი ცხოვრება. აი მაგალითად ტომაზო კამპანილა მზის ქალაქი. აი ესეთი ქალაქი ქართველმა კაცმა შეგვიქმნა. აი იმ კაცს არ ყოფენ, იმას ეძახიან ბოროტებას და რა უნდა ვილაპარაკოს ამ შემთხვევაში შემოკარგო. ეხლა ვიღაცა რომ ეწინააღმდეგება რა, შენ არ დინა რომ არ უნდა რომ სახელმწიფო იყოს ნორმალური. ხომ უნდა მიიღო ზომები, ერთხელ გაგაფრთხილე, მეორედ გაგაფრთხილე, მესამედ გაგაფრთხილე და არა ჩერდები, ხო? რატო გენაცვალე ამდენი მილიონობით ადამიანი დაიჩაგრა და რამდენიმეა ბედნიერი. ასეა შემოკარგო, არ არის სწორი ეს ყველაფერი და ეს ნარკომანიას ეს ყველაფერი თავისუფალმა ცხოვრებამ მოიტანა. ეხლა შეხედეთ პატარა ბავშვებს თვითონ ბავშვებში უჭირეს მობილური. რა იცის იმ ბავშვს აი მობილურისა და იმ განყნილი ზოგიერთის განყნილი ის არის, რომელიც დადგმულია სპეციალურად არის ბავშვის გონება შეცვალოს. აი მე მაგალითად არავის არ გამწყურებ გარდა იმისი, ვინც ის ქვეყანა ჩვენ დაგვილეწა, ვინც ეძახის ბოროტებას იმ კეთილ ცხოვრებას და დღეს ეხლა ესე ვართ გაუბედურებული. არ ვიცი რა გვესველება. სახელმწიფო რადგინა თუ სახელმწიფოში კანონები არ იქნება ნორმალური. აბა ის არის შემოგარ. დიდი მადლობა ჩემო Sorena, მეც ვეღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტიც მომივიდა შეიძლება. კარგად გესწრებით. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენც ზარისთვის, გამოხმაურებისთვის. შევახსენებ მაყურებელს, რომ საუბრობთ პრობლემურ საკითხზე სამწუხაროდ და განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა, როგორ დავიცვათ ახალგაზრდები იმ რისკებისგან, რომლებიც მათ ყოველდღიურად ხვდებათ და ეს პრობლემა, რომელიც მათ ყოველდღიურ ჩვევაში გადაიზრდება ხოლმე. მოგესალმებით თქვენს, გისმენთ?
გამარჯობა. დიახ, გამარჯობათ. რატომ მიგწევთ? ბატონო? გიბრუნდებათ? დაუწიეთ ტელევიზორს, თუ შეიძლება და აღარ დაგიბრუნდებათ ეს ხმა. აუ, მამისვინა? დიახ. ტელევიზორი ზონკონი. კარგი მანქანა. და ციცინავი, მაინც არ ვაღწევ. სამწუხაროდ შეწყდა ბატონო თქვენთან კომუნიკაცია, დაუწიეთ ტელევიზორს და ისე დაგვიკავშირდით, ამიტომ გიბრუნდებათ ხმა, რის გამოც ვერ ახერხებთ ჩვენს ეთერში შემოსვლას. რა გვაკლია ინფორმაცია ყურადღება თუ მხარდაჭერა, როგორია თქვენი ანალიზი და შესაძლებელია თუ არა რომ ეს გზა საერთოდ არ დაიწყოს და ის რომ თქვა ეს გზა საერთოდ არ დაიწყოს, რა უნდა და რა ღონისება უნდა იქნას გატარებული. ეს იქნება ოჯახის მხრიდან, აუცილებლად ისე უნდა მოვიშველიო სახელმწიფოს მხრიდან. უნდა იყოს თუ არა მაგალითად აქტიური საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით სპეციალისტების მხრიდან, ფსიქოლოგების მხრიდან და ასე შემდეგ. მოგესალმებით, გამარჯობა. მოგესალმებით. ისაუბრეთ. რაიშება ამ მდგომარეობას არის ქვეყანები. ეს იყო სპეციფიკა. დიახ. რაიშება შეიძლება ის რომ ქვეყანაში იქნება დაბალი ტარიფები, ვინაიდან ჩვენ დაბალი მოსავლიანი აქვს უმრავლესობა. დაბალი ტარიფები უპასო მკურნალობა როგორც იყო ძროხი უპასო განათლება უმაღლეს სასწავლებლებში და თვითონება ქვეყანაში თანასწორდებიანობა. ეს თანასწორდებიანობა ქვეყანაში არ რა თქმა უნდა ისამ რომ ჩვენ ბოთენარიკოს მოხდოს რაც თავშელებად ქვეყანაში ესწრება უნივერსიტეტის ტექნიკი. იმიტომ რომ სახელმწიფოში იმედი ქონება რომ იგი ნორმალურად გადანაწილება ხალხი ახალწლისა ახლა კარგით, მადლობა. სამწუხაროდ გაწყდა მაყურებლის, კიდე შეწყდა ზარი, ძალიან მწუხვარ, თუმცა თქვენი პოზიცია სრულიად გასაგებია. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ნარკომანია და აზარტული თამაშები პრობლემა არ არის, რომელსაც მხოლოდ დუმილი აგვარებს, მასზე საუბარი საჭიროა და ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემას კვლავ დავუბრუნდებით. არაერთი გადაცემა დაგვუთმია ამ საკითხთან მიმართებით, რომ ლუდომანია, ანუ აზარტული თამაში, იგივე გემბლინგი და მათ შორის ნარკომანია და ნარკოტიკებზე სხვადასხვა საშუალებებზე დამოკიდებული ადამიანები, ეს არის ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა. ვფიქრობ, ბოლო მაყურებელი შემოგვიერთდება დღევანდელ გამოკითხვაში, მოგესალმებით. გამარჯობა ქალბატონო შორენა, თქვენ ყველაზე დემოკრატი წამყვანი ხართ, ეხლა მე იმ ქალბატონს მინდა დავეთანხმო, რომ მე ყოფილა რამდენიმეჯერ გამფიცე თქვენი მაშინ, თქვენ ყველაზე დემოკრატი ხართ და მოგიწოდეთ, რომ მედიცინერი აზრი მიიღოთ, როგორც წარეჩარდა იყოს. რაც შეეხება ნარკოტიკებს და აზარტულ თამაშებს, აზარტული თამაშებიდან შემოდის ძალიან დიდი შემოსავალი, როგორც იცი. მე რამდენიმე წლის წინ უსმინე გიგა სოფრონოვი იყო ქალაქის მერიის შიშიმუკის წარმომადგენელი იყო და მან თქვა ესეთი რაღაცა რომ მაშინ რაც შემოდიოდა ამ საპენსიო ბიუჯეტი მთლიანად ანუ რასაც სახელმწიფო უხდის სიმონებს აბსოლუტურად მთლიანად ფინანსებოდა იქიდან შემოსული თანხი გესმით რა რაოდენობაზეა საუბარი მინდა გითხრათ შარშან აზარტული თამაშების საერთო ბრუნვა შემოსავალი. აი არ დაიჯერეთ, თქვენი ბიუჯეტი რამდენია, მომდევნო 20 მილიარდია. 54 მილიარდი ლარი იყო, გესმით რა ველაპარაკობ. ანუ იქიდან გადასული შემოსავალი, ბიუჯეტის გადაწყვეტი, მთლიანად აფინანსებს პენსიონერების შემოსავალს. რა საკითხია რაიონი, რა
დიდი მადლობა ზარისთვის. მომიტევეთ გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. არ ჩათვალოთ რომ ვინმე შეგნებულად გაგთიშათ, როგორც დაიწყეთ ეთერში შემოსვლის თანავე საუბარი. მე მინდა მაყურებელს მოვახსენო რომ ყველა პრობლემას აქვს გამოსავალი, მთავარია არ დავაგვიანოთ მისი დანახვა და მაქსიმალურად შევეცადოთ რომ პრობლემები რომელიც არსებობს მის გამოსავლის გზებზე მაქსიმალურად ხმამაღლა ვისაუბროთ, მანამ სანამ ეს პრობლემები გარკვეულწილად არ იქნება აღმოფხრილი. მაშინ ასე, დღევანდელი გადაცემისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე შორინა ჭიაურელი ვარ. მომავალ შაბათს კვლავ დაგიბრუნდებით რასაკვირველია ახალი თემით, მშვიდობიან და წარმატებულ დღეს გისურვებთ ნახვამდის.